შალვა პაპუაშვილით დავიწყოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს რომ უწოდებს საკუთარ თავს და კიდევ 88 დეპუტატი რომ უწოდებს საკუთარ თავისივე ნაჩალნიკს. შალვა პაპუაშვილი ამბობს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ პოლიციელს, მე აქ ციეთყურადღება თითოეულ პოლიციელს, თითოეული რას ნიშნავს ეს სიტყვა გავშიფროთ, ხო? პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ესე შემიძლია უსასრულოდ ჩაამოთვლა კი არა, უსასრულობამდე ესე დათვლა. 247, 394, 1359, 2254. ხო, თითოეული ნიშნავს ამას. რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას მაიდნისაგან. უკლებლივ ყველას გულისხმობს და უკლებლივ ყველას უხდის მადლობას თითოეულის. ამ შემთხვევაში ერთგვარი სინონიმი არის უკლებლივ ყველა პოლიციელს. რაც შეეხება მაიდანს, 2014 წელს იანუკოვიჩის გაგდება, რომ ვიცოდეთ, მაინც იყო უდადებითესი მოვლენა უკრაინის ისტორიისათვის, უკრაინის ისტორიაში, იმიტომ რომ სწორედ 2014 წლის თებერვლიდან 2013 წლის ნოემბერში დაიწყო ეს აქციები. 2014 წლის თებერვლიდან დაიწყო ფორმაქნადობა უკრაინისა, გაგახსენებთ, რატომ გამოვიდა ხალხი ჯერ კიდევ ნოემბერში. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, იანუკოვიჩმა ეს ყველაფერი არ გააკეთა და ხალხმა გააპროტესტა და იანუკოვიჩმა ისროლა პირველმა. ანუ იანუკოვიჩი იყო ოფიციალური დე იურე პრეზიდენტი, ისროლა ხალხის მისამართით, ხალხის მიმართულებით, მოკლა ადამიანები ბერკუტის, ტიტუშკების და სხვათა გამოყენებით და ასე დაიწყო ეს მაიდანის მოვლენები. ამით იმის თქვა სულაც არ მინდა, რომ საქართველოში მაიდანი უნდა განმეორდეს, სასაკვირველია. მაიდანის გარეშე, ღირსების რევოლუციის გარეშე მოვახერხებთ ჩვენ დამარცხებას ქართული, იგი რუსული ოცნებისა, მაგრამ უბრალოდ მინდა ავხსნა, რამდენად ნაკლებნი უარყოფითად აფასებს შალვაია რუსი პაპუაშვილი მაიდანს როგორც ასეც. მაგრამ ეს არ არის მთავარი განცხადება ხელისუფლება წოდებული ჯგუფის ბანდის წარმომადგენელთაგან, რომელზეც რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება. მაგალითად, მეორე და არანაკლებ საინტერესო განცხადებაა და ისიც არ არის მთავარი, რას ამბობს მამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე. ეს ის გიორგი უძილაურია, რომელიც ბიზნე ივანიშვილის მამუკა მდინარაძის არ იყოს პაჟი იყო წლების განმავლობაში. ეს ის გიორგი უძილაურია, რომელიც იყო ჯაშუში დასავლური რომელიღაც ქვეყნისა. მდინარაძე ამბობს, რომ ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულაციების საშუალება, თხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს უახლოეს საათებში გამოვაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყის. ძალიან გთხოვთ გამოვაქვეყნეთ. მე არამც და არამც არ დავიჯერებ, ვერ დავიჯერებ, რომ გიორგი უძილაური რუსეთის გარდა სხვა რომელიმე ქვეყანაზე მუშაობდა, თუმცა ალეკო ელისაშვილის კადრები როგორც გამოქვეყნდა, ისე თუ გამოქვეყნდება კადრები გიორგი უძილაურის თაობაზე, რომ ის დასავლეთზე მუშაობდა, ეგრა მაგის პასუხია თანხას რო აძლევს ვიღაცა ამ გიორგი უძილაურს აპრეხილი კურნოსაცხვირი აქვს, ანუ საიდან ვიცით რომ კურნოსაცხვირი არა აქვს, საიდან ვიცით რომ არის რაღაც გერმანელი, ვიცი ფრანგი, ვიცი იტალიელი და იტალიურად ელაპარაკებიან, გერმანულად ელაპარაკებიან, ინგლისურად ელაპარაკებიან, ცოტა ეჭვმეპარება, მაგრამ მაინც ნებისმიერ შემთხვევაში გამოვაქვეყნეთ. არც ეს არ არის მტკიცებულება კი არა, მთავარი განცხადება. მამუკა მდინარაძე ამბობს სხვა რამესაც. სადაც იქნება სამართლიანობა, იქ ურთიერთობაც გაუმჯობესდება. ანუ უკრაინის კონტექსტია, როგორც მე ხვდები, როდესაც ერთი მხარე გამოხატავს სულ სამართლო დამოკიდებულებას მეორის მიმართ, არ შეიძლება ურთიერთობის ნორმალიზებაზე თეორიული დაშვებაც კი. ჩვენი ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე, როგორც არასოდეს მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარისხი დღეს არის ისეთი, როგორც არასოდეს და ტყუილია ეს ამბავი. საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი დღეს არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე, იმიტომ რომ საქართველო დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე, მაგრამ ამას ხომ არ დაიჯერებთ თქვენ. აქედან გამომდინარე, ამ კუშტად რო იყურება, კუშტიერი რომ აქვს და საკუთარი თავი გიბოდიშებთ მდინარაძეებს, სხვებს კიტრი რომ გქონია, მამუკა მდინარაძეზე სხვა არც არაფერს ვიტყვი.
გაცილებით საინტერესო არის სხვა რამე, სხვა განცხადება ხსენებული მამუკა მდინარაძისა. ის ამბობს კამიტის შესახებ ბრალდებაზე. უმოკლეს ვადაში დავადგინეთ, რომ ამაზე სერიოზული მსჯელობა წარმოუდგენელი იყო, ანუ კამიტის გამოყენებაზე. ამიტომ იყო ქართულ სახელმწიფოს თამამი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ დაბრალებას გავასაჩივრებით ყველა საერთაშორისო დონეზე, ოღონდ ყველა საერთაშორისო დონეზე BBC-ის მასშტაბით ასაჩივრებენ და ვერ ამტკიცებენ საკუთარ სიმართლეს, ბარემ ამასაც გეტყვით. ოღონდ კიდევ თავარი რა არის. ამათმა უმოკლეს ვადაში ბჭყალებში დაადგინეს, რომ კამიტი არ გამოუყენებიათ, ან ქიმიური ნივთიერება არ გამოუყენებიათ 4-5 დეკემბერს, 28-ში, 29-ში და 30-ში ნოემბერში რაკნეს. ამასთან დაკავშირებით რატომ არ დადეს გამოძიება 28 ნოემბერს ადამიანები არსებობენ, რომლებიც ამბობენ, ამას იქ გახდით, რომ 28 ნოემბერსაც გამოიყენა წყლის ჭავლი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ. გადატრიალების მომწყობა 28 ნოემბრიდან სწორედ გადატრიალების ავტორია სახელმწიფო, გადატრიალების ავტორია ქართული ოცნება და ამასთან დაკავშირებით ერთი ჩანაწერიც რომ არ არსებობს 4-5 დეკემბერზე რომც დავყვეთ, რომც წავყვეთ მამუკა მდინარაძეს და სხვებს, რომც დავუჯეროთ, რომ კამიტი არ არის გამოყენებული ამ ან ნებისმიერი ქიმიური ელემენტი არ არის გამოყენებული ამ კონკრეტულ ორ დღეს, 3 დეკემბერს, 2 დეკემბერს, 1 დეკემბერს 30 ნოემბერს, 29 და 28 ნოემბერს. რატომ არ არის ამ დღეებთან დაკავშირებით გამოძიება დადებული? და მამუკა მდინარაძე რატომ არ ამბობს არაფერს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე უარესი განცხადება ჩემი მოსაზრებით არის ესეთი. და ეს და გეტყვით რა. კამიტზეც ამბობს კიდევ ერთ რაღაცას და მამუკა მდინარაძეს განცხადება. სისხლის სამართლის საქმეებში რომლებიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით არც ერთი არათუ პირდაპირი არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს საიმისოდ და იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე სპეცრაზმელს დავალებებს აძლევდა ვინმე, რათა მათ ვინმესთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. ანუ არ არის არავის არც ხარაზიშვილს, არც ხარაზიშვილის ზემდგომს, არც ხარაზიშვილის ზემდგომის ზემდგომს კონკრეტული პირებისთვის არც არაფერი არ უთქვამთ. ეს თვით ინიციატივა იყო, აქვე გავიხსენოთ, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რითიც დავიწყეთ ეს ვიდეობლოგი, ის თითოეულ პოლიციელს უხდის მადლობას. ანუ ერთის მხრივ მადლობას უხდიან უკლებლივ ყველას, მეორეს მხრივ ამ უკლებლივ ყველადან რამდენიმეს იჭერენ, იმიტომ რომ მათ გადააჭარბეს მათეული გაგებით, მათეული ინტერპრეტაციით უფლება მოსილებას, იძალადეს მოქალაქეებზე, ანუ თითოეული აღარ გამოდის, უკლებლივ ყველა არ გამოდის და აქვე მდინარაძე განმარტავს იმას, რომ არავისთვის არაფერი არ დაუვალებიაო. ეს იყო თვით შემოქმედებაო, მე ჯერ ერთი ამის არ მჯერა, მაგრამ ერთი წამით ჩავთვალოთ, რომ ეს ასეა. ჩავთვალოთ, რომ არავის ხარც ხარაზიშვილს საკუთარი გედედეელისთვის არ დაუვალებია არაფერი, არც ხარაზიშვილისთვის დაუვალებია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, არც მოადგილესათვის დაუვალებია შინაგან საქმეთა მინისტრს, არც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის პრემიერს, არც პრემიერისთვის ივანიშვილს და არც ივანიშვილისთვის მოსკოვს მაგალითად და მოსკოვისთვის კიდე რა ვიცი პუტინს, ხო? ფსბ-ისთვის პუტინს. პირობითად. ჩავთვალოთ, რომ ასეა. ეხლა მე დავსვამ ერთ ლოგიკურ კითხვას. ჩავთვალოთ და კი არა, წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ ხელისუფლება შეიცვალა. მაგალითად 28 წელს, ან 32 წელს მოვიდა თავიდან ბოლომდე ანტიკოცური ხელისუფლება და ხელახლა მიუბრუნდა 2024 წლის 32 წელია 8 წლის წინანდელ ამბებს. მოვიდა ვიღაცა, გამნიშნულობა აქვს ვიზდავასა ხაზარაძე, სააკაშვილი დაბრუნდა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, სრულიად ახალი პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნა. მნიშვნელობა არ აქვს. სრულიად ახალი და მიუბრუნდნენ 2024 წლის მიწურულის ამბებს, ნოემბერისა და დეკემბრისა. ისინი როგორ გონიათ, ვერ დაამტკიცებენ, რომ გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი. ან ვერ დაამტკიცებენ, რომ ხარაზიშვილს ვიღაცამ დაავალა, პირობითად შინაგან საქმეთა მინისტრმა, ესეთი სასტიკი დარბევა, მინისტრის მოადგილეს მინისტრმა, მინისტრს, პრემიერ-მინისტრმა, პრემიერ-მინისტრს. ბიზინა ივანიშვილმა და თუგრებად მართლა ჩავიდეთ მოსკოვამდე, ლუბიანკამდე. როგორ გონიათ, ვერ დაამტკიცებენ? ნებისმიერი ანტიკოცი ხელისუფლება ვალდებული იქნება, რომ დაამტკიცოს ეს. თუ მტკიცდება და მტკიცდება, ეს ყველამ კარგად ვიცით. ანუ ეს არ იყო ერთი რომელიმე მოძალადე პოლიციელის, რომელიც აქამდე უნდა დაეჭირათ, ეგ რა მაგის პასუხია თუ ერთ კონკრეტულ ადამიანზე ან 5 კონკრეტულ ადამიანზეა ლაპარაკი. ერთი კონკრეტული მოძალადე პოლიციელის თვით შემოქმედება.
ეს იყოს სისტემური დანაშაული. რაც მთავარია და ძალიან მნიშვნელოვანია. მე პერსონალურად ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ აი ეს დაჭერილი 5-ია თუ რამდენიც არის როგავაზე, ხაბეიშვილზე, სხვებზე და სხვებზე მოძალადეები, პირობითად 2 წელიწადში უდოთი თუ ყაველაშვილის შეწყალებით არ გამოვლენ საპატიმროებიდან. ამიტომ ჩვენ მივდევთ ბოლომდე და არა მარტო ამ საკითხს მისდევენ აქტივისტები, არასამთავრობოები, მედია და ასე შემდეგ, ანუ 2 წლის თავზე რა მოხდება, ყაველაშვილი შეიწყალებს თუ არ შეიწყალებს რომელიმე დამნაშავეს. ამაზე ხო არ გავჩერდებით და ასევე გავარკვევთ და ვეცდებით გავარკვიოთ, რომ დაავალა თუ არა ამ ხუთეულს ვინმემ და რა კომპენსაციას იღებენ ისინი ჩუმ-ჩუმად, რასაკვირველია თუ რამ კომპენსაციას იღებენ ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საიმისოდ, ან იმისათვის, რომ 2 წლის, 3 წლის ჩაჯდნენ ციხეში, ახლა სწორედ ისინი იყვნენ გაწირულები, ამით უსაფრთხოება, ამით ერთგვარად საქართველოს ხელისუფლება წოდებულმა ჯგუფმა თქვას, რომ აგე ჩემიანები ხომ დავსაჯეო და რეალურად ოჯახები მიიღებენ კომპენსაციას, დუმილი ნაყიდი იქნება, ესენი არავის არ დაადებენ ხელს, როცა ყველაფერი დასრულდება. აი ეს კონკრეტული პირები რაგვარებიც არიან. იტყვიან თუ არა 2032 წელს თუ 34 წელს, რომ ხარაზიშვილმა დაგვავალაო. იტყვიან ბატონებო. და ახლა ეს ნაყიდი დუმილი, ნაყიდი მოწმეები თუ ნაყიდი დამნაშავეები, ხო, ეხლა ეს ბუნებრივი ამ მდგომარეობაში ვართ და მამუკამდინარაძეს ეს ყველაფერი აძლევს იმის უფლებას, რომ თქვას, რომ არანაირი სისტემური დანაშაული არ ყოფილა და რომ ვინმე სპეცნაზმელებს დავალებებს აძლევდა, აი ეს არ მტკიცდება არც პირდაპირ და არც ირიბი მტკიცებულებები, თუ საკუთარ თავს ხომ არ დააზიანებს მამუკამდინარაძე, რომ აი მას არ ვამბობ, რომ დინარაძე აძლევდა დავალებას, მაგრამ არ დააზიანებს საკუთარ ხელისუფლებას, უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომლებიც დასეირებულები არიან ამგვარი განცხადებებით და ამგვარი პოლიტიკის შედეგად. ოღონდ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ მე ვცდები და ერთმა პოლიციელმა, 5-მა პოლიციელმა, 15-მა, 17-მა თუ 47-მა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა, ეს მაინც არის პასუხისმგებლობა უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, მამუკამდინარაძის თავკაცობით ან მონაწილეობით და განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა, იმიტომ რომ ამ სისტემაში თურმე მუშაობდნენ ადამიანები, ნახეთ, რომლებიც მას ესე იძალადეს მოქალაქეებზე, როგავაზე, მაკაჩიხლაძეზე, სხვებზე, ხაბეიშვილზე, სხვა შემთხვევაში, გია ჯაფარიძეზე, კიდე სხვა შემთხვევაში და ასე შემდეგ, უამრავ ადამიანზე. თურმე მუშაობდნენ და რატო იჩერებდა კომელაური, რატო იჩერებდა ხარაზიშვილი ამგვარ პირებს ფსიქიკურად გაუწონასწორებლებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ დავალებას არ აძლევდა ხარაზიშვილს გომელაური და გომელაურს კიდე პრემიერ-მინისტრი, ანუ კობახიძე, იმ შემთხვევაშიც თუ ეს ყველაფერი ასე იყო, რატომ იჩერებდნენ ამგვარ მოძალადეებს სისტემაში? არ მითხრათ ეს, რომ ჩვეულებრივი ამბავია, ყველგან ასე ხდებაო, არ ხდება ყველგან ასე და თუ ხდება, უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკურ პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლესი თანამდებობის პირებს ამგვარ შემთხვევებზე. ხაზგასმით ვამბობ ამას. და მამუკამდინარაძეს ამაზე უკვე კითხვა, ამ კითხვაზე უკვე პასუხი არ ექნება, თუ ექნება, ნებისმიერი ფორმატით ჩავთავ ჩემს გადაცემაში კონტექსტში, აქ ჩავთავ, ანუ ხარდ ტაბლოს გავაკეთებთ, საგანგებოდ და მდინარაძე ჩაგვერთოს. ეს ხო არის კეზერაშვილის არხი, ხო, ეხა ტაბლო მედია YouTube ჩენელი ჩემი, ხო? აი აქ ჩავთავ და მიკავშირდეს მისი პრესამსახური თუ ვინც ემსახურება პარტიას თუ უშუალოდ მას და ონლაინ ინტერვიუ გავაკეთოთ და აი ამ ერთ კითხვას დავსვამ. არის თუ არა ეს სისტემური დანაშაული და რატომ იჩერებდა ხარაზიშვილი თუ გომელაური ამგვარ შესაძლოდ მოძალადეებს სისტემაში, როგორც ასეთში. და ამაზე პასუხი არ არსებობს. ეს იმ შემთხვევაში თუ დავიჯერეთ, კვლავ ვიმეორებ და ვენდეთ მამუკამდინარაძეს, რომელიც ამატებს. გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ეგრეთ წოდებულ დამკვეთებზე გავიდეს. ეს მხოლოდ PR კამპანიის ნაწილია მათი მხრიდან, ვისაც დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს სწორი მიდგომა არ ესიამოვნათ. სახელმწიფოს სწორი მიდგომა ესო ხელდატიანი რატომ არ იყო იანვარშივე 25 წლის, ანუ ერთი თვე რომ გავიდა, ერთი თვე რომ გამოხდა იმ ინციდენტებიდან. რატომ არ იყო? ამდენი ხნის განმავლობაში, სანამ ელისოჯარიაშვილმა არ გააკეთა, სანამ დიდი ამბავი არ ატყდა, სანამ კუთხეში არ გახდა მიმწყდეული, არ აღმოჩნდა მიმწყდეული საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება, მანამდე ესე იგი სახელმწიფოს სწორი მიდგომა სად იყო? მამუკამდინარაძე როგორ განმარტავს ამ ყველაფერს. არ გვჯერა, აი ეს არის თავარი ამბავი, უნდობლობას უცხადებთ ჩვენ პაპუაშვილსაც, მდინარაძესაც, ტრიალ ქართულ ოცნებასაც
და დაუბრუნდა იმ პაპუაშვილის გაცხადებას, რომელიც ამბობს: "კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ პოლიციელს, თითოეული შალვა პაპუაშვილის ქართულის მასწავლებელი არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ვინც იყო და გესწავლებინათ, თითოეული ნიშნავს უკლებლივ ყველას და უკლებლივ ყველას თუ უხდის მადლობა, შესაბამისად უხდის მოძალადეებსაც. აქედან გამომდინარე ის ძალადობის წამხალისებელია. მარტივად, კონკრეტულად და ძახილის ნიშნით. ნახვამდის.